რა ვქნა, ჩემო უდრაჭებო არც ერთი ტელევიზია მე არ მიკარებს ესე იგი ყველას ეშინია ჩემი მიწოვის იმიტომ რომ პირდაპირ ვიტყვი რაც სათქმელია თავისთავად ცხადია მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ტელევიზიები კარგა მაგრა გაყიდულები არიან ამის ყველა საბაბი მაქვს რომ თქვა მაგრამ ეხლა მე ორ პატივცემულ ხურუშიანს ეს სხვადასხვა სპარსული სიტყვა გლახათ ატრუებულს ნიშნავს აგზდებულს ერთ უფრო ნაკლებად შემილია ეს თქვა მაგრამ მაინც მინდა ჯერ ამათ უპასუხო არაერთხელ გოგი ბატონო გვახარიას მიმართავ შევამახტი ესე იგი ლაჯებში გამიხდი მეზობლის კურდღელივით ხან აქედან ხან ვანისარედგრევი როცა იყო ჩამოსული აქ ასპინძლობდი გადარჩინეთ ვანისარედგრევი რეზომაშვილის არაფერი აკითხარი მაშინ ერთხელ ორჯერ მე დაგირეკე და გითხარი რომ ოჯახის შვილი ხარ და განათლებული ხარ და არ გერჩი არაფერს და მიპასუხე რომ გამიხარდა მაინც არ მომეშვი ეხლა გეუბნები ჩემი ბრალია შეუპატრონო რომ ესე იგი ქალისთვის შენ არ გიკოცნია ღვინო შენ არ დაგილევია ვაკაცებში არ გიქეიფია არ გიჩხუბია ისე მიდიხარ ამ ქვეყნიდან თვა შეღებილო საჭურისო რომ კაცის არაფერი არ გეტყობა ეს არის ჩემი ბრალია თუ ხალხის ბრალია ყოველ შემთხვევაში არ მეშვები მაგრამ წამოვიტრევ ისეს მაკარონივით გადაგიტრევ ერთხელ მუხლებზე მე მიყვირს ძალიან ესე იგი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ხალხი არიან სომხები საერთოდ მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა პაროვისოვაკიდან დაწყებული დამთავრებული ვარდგეს პეტროსიანი და აღარ ჩამოვთვლი ბევრი რამეა დარტარმილი ჩემი უჭკვიანესი და უნიჭიერესი ხალხია და ბუნებით სავსე ხალხია დედაშენის მაინც გამოყოლოდა რამე ავლაბრელი სომეხის დედაშენი იმის მაგრამ გამოყოლოდა თვისება კაცობა რაღაც ესე იგი ტყილა ხართ ატრუებულები ამიტომ მე აქედან გეუბნები რომ თქვენი დრო ნენელა მიდის ეს არის სააკაშვილის დარჩენილი ვითომ ელიტარული ბომონდი უყურებს თელი საქართველოს როგორ აყროლდა და აკოთდა თელი ტელევიზიები ვინ იტყლარჩება ვინ ცეკვავს ვინ თამაშობს რა უბედურება ხდება ესე იგი ეს არის არ ერთხელ მithავს კიდე ვიმეორებ ეს არის უციგნური ბოზების და წიგნიერი პედერასტების დარჩენილი შლამი აი ეს არის და აქვე მინდა მიმართო იმას რა ქვია ჟოფრეის იმას რა ქვია ჩოლახა იმას დავით ზურაბიშვილს რომელიც ესე იგი მაინც მე არა ვარ იმის კაცი რომ ზურს უკან რამე გავაკეთო და არც გავაკეთებ არას ეხლა გეუბნები პირდაპირ არა ხარ შენ არაფრის ღირსი როგორც შენი ბევრი თანაპარტიელი ერთი ზოგიერთებს ადრე მაგ ნათქვამი და კიდევ ვიტყვი ჭკვიანად იყავი შვილო გაჩერდი შენთვის და ნუჩხრიკავ რაღაც უბედურებებს ეს მინდა და მე თქვა მე ამათვის და ეხლა რაც საუბარია ის უნდა ვთქვა ძალიან დაიძაბა ეს პერიოდი იყო მოდის უგეს არჩევნები და სანამ ეს თავგასიებული გიგაბოკერია რომელიც ესე იგი ჩუმად აკეთებს ეხლა რაღაც ნაბიჯებს დგამს და ეს მალე გამოჩნდება ამერიკელებთან ესე იგი აქვს დიდი იმედი რომ რეამინირება მოხდება ამ დამპლების ამათი სანამ გიგაბოკერიას ამ გასიებულ თავში არ წაუჭერენ ხელს მანამდე ეს ქვეყანა არ დალაგდება იმიტომ რომ ფული მაგათ რო აქვს იმდენი უნდა და აქედან ვაფრთხილებ მის გარყვნილ ცოლს და მაგასაც ესე იგი წადით ეხლა და მიშულეთ საია და სოიოთი თქვენი დაგეშილი გოგობიჭებით ესე იგი გამოდის ხიდაშელი და ამბობს რომ გადაეფარება მას რა ქვია თავის პრემიერ-მინისტრს ამბრაზურასავით შეკაი დედმამიშვილო ესე იგი თუ გადაეფარები ამბრაზურასავით რა დაგეშ ესენი ყველაფერი ყველა კადრში რო ეგენისხედან ესე იგი კოჯორიძე ლობჯარია ეს გიგაური და პირდაღებულები უყურებენ სულ ამათო ოღონ მაგათმა რამე არა თქვა წადით ეხლა პატრონოებო და მიჩივლეთ ბებიაჩების ბაბუასთან იქა არა ხარ თქვენ კაი ხალხი და მე გავთხილებთ კიდევ საქვეყნოდ მოიქეცით ჯობია თორე ესე არ ჩაივლის ეს ამბები და მე კიდევ ვიმეორებ ამის პირველი მაპროვოცირებელი ვიქნები მე გაჩერდით და დალაგდით თქვენი მატარებელი წასულია უკვე არაფერი ამას არ ეშველება და ზოგიერთი იმის რა ქვია მერობის კანდიდატი ზოგიერთი მე ყველაზე არ ვამბობ და იქ ძალიან ბევრი ღირსეული ხალხია და იბრძოლონ და ღმერთმა მოაგებინოთ აგურს ხოვლოს პირდაპირ ნახევარი ზოპარკია იქა
ამიტომ მე მიკვირს პირდაპირ ესე იგი როგორ ითქვეს ამას ხალხი საიდან მოდიან ვის რა უნდა ვერ გაიგებ ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს აქედან ვამბობ აი ახლა არის პერიოდი როდესაც ჩვენ კეთრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ თუ ეს დამპლები არ მოვიცილეთ და ყველაფერზე ლაპარაკობენ რომ პოლიტიკური ზეწოლა კარგად გაიხსენეთ როგორ იცხოვრეთ როგორ მოიქცეთ რა დღეში ყავდათ ეს ქვეყანა და მე კიდე გეუბნებით და ბოლოს ამით დავამთავრებ და წაეთრიეთ ვიძეო ფული ბევრი გაქვთ ცოლები მე შენ გეტყვი და უარს გეტყვი ამ ბორდელებში შემოსვლაზე და მე შენ გეტყვი თვითონ 1000 კილომეტრი არა 100 კილომეტრი გავლინი და მე ჩამოყრილი აქვს სპიდომეტრები კაცები არ ახართ თქვენ არ ახართ არც ქართველები არც კაცები და არ არის ეს ქვეყანა იმის ღირსი რომ თქვენ კიდე დაბრუნდეთ და კიდე ვიღაცები დააშინოთ ნუ იმუქრებით თქვენი მობრუნება არ არსებობს და სანამ მე პირში სული მიდგას ახლა იტყვით რომ მე რა შემიძლია რა შემიძლია იმას გაჩვენებ და ბევრი ჩამარხე აი მე თუ რამე არ შემიძლია და ამას გაგიკეთებთ კიდე მაგრამ დაეტიეთ თქვენ ტყავში არ ამგონია რომ მარტო მე ვხვდებოდი ამას რამოდენიმე თვით ადრე მე დავბეჭდე ჩემი მოსაზრება ამის შესახებ შინაური და გარეული ყველა გაერთიანდით ეხლა და გინდათ ამ ახალგაზრდა კაცის საქცევა ირაკლი ღარიბაშვილის არ გამოვა ესა ეს რა ხარივით გესობა მისი გამჭრიახობა მისი პირდაპირობა მისი ქართველობა აი ეს ამას ვეღარ ითმენ თქვენ და ძალიან ბევრი ვერ ინელებს იმას რომ ის ვერ გახდა პირველი პირი და ბოლომდე გაშიფრულია სულ ყველა ჭკვიანად იყავით თუ ამას ის ორგანოები არ ამხელენ და არ იტყვიან ვისაც ეს ევალება მაშინ ნელა ჩამოგიწერთ სულ ყველაფერს ვინ არის რა არის და რის ისუთქავს და რის იმედია კიდე ხვალდაზე მაგრამ კიდევ ვიმეორებ ეს ერიან ახლა გადარჩება აი ახლა ამ პერიოდში ან არა და ჩვენ ვიქნებით იმ წრეზე მთელი ჩვენი დარჩენილი არსებობა ეს ერი თუ ერად დარჩება იმიტომ რომ ფული მაგათ აქვს და სულ იქნება ამის გაყანი რომ გაყალბდა კი არა სასიცოცხლო არ ახართ არც ერთი ეს კარგად იცის ქართველმა ხალხმა და ჩემნაირი განწარებული კიდე მე ისე არ ვარ განწარებული მე სხვა რამეებზე მაქვს ჩემი პრეტენზიები 100,000-ობით ხალხი ყავთ განწარებული და გეშინოდეთ თქვენი შთამომავლობით და თქვენი უსაქციელობით თქვენ აკოთებულებო თქვენ ეხლა წადით და მიწერეთ Facebook-ზე ისე თქვენი სიბინძურები არ მაინტერესებს იმიტომ რომ მე იმუნიტეტი მაქვს დიდი ხანია ასეთი რამების მიმართ შემუშავებული და სანაპირში სული მიდგას არ მოგასვენებ და დედას გიტირებთ ყველას ვინც აღარ ღირსი ამისი აი დაგარდათ უკვე თქვენ სიკვდილისმუზე ჭხირზე და კარგად იცით ეს ყველა იმიტომ დიაფრაგმები გითამაშებთ ჩიშისგან გეტყობათ ყოველ წუთში და ნუ ჩამომათვლევილებთ ეხლა ჯერ კიდე თავს ვიყავებ და კარგად ბრძანდებოდეთ